საიდან იცის ტკივილ გამოყუჩებელმა რა გვტკივა და რა უნდა დაგვიამოს? აი ამ ვიდეოში სწორედ ამას გაიგებთ, როგორ ახერხებს ესეთი უმცირესი აბის მიღება შემაწუხებელი და გაუსაზლისი ტკივილის დაამებას. პირველ რიგში, როდესაც ჩვენ აბს მივიღებთ, ის კუჭის გავლით გადავა ნაწლავებში და იქ შეიწოვება ნაწლავების ეპითელის მიერ. შემდეგ ეს მედიკამენტი სისხლის მიმოქცევის გავლით განაწილდება მთლიან ორგანიზმში და მიაღწევს რა თქმა უნდა იმ კონკრეტულ ადგილსაც, პირობითად მუხს, რომელიც გვტკივა. აი კონკრეტულად იქ ლოკალურად იწყება ყველაზე საინტერესო. როდესაც ჩვენი ქსოვილი დაზიანდება, თავისუფლდებიან ფოსფოლიპიდები, რომლებიც არიან ჩვენი უჯრედების მემბრანის შემადგენლები. ამ ფოსფოლიპიდებისგან წარმოიქმნება არაქიდონის მჟავა, რომელიც სპეციალური ფერმენტის, ანუ ენზიმის დახმარებით გარდაიქმნება პროსტაგლანდინებად. აი სწორედ ეს პროსტაგლანდინებია ის ნივთიერებები, რომლებიც ჩვენს ორგანიზმში ნერვულ დაბოლოებებს აქტიურებენ და იწვევენ ტკივილის სტიმულს, რომელსაც ჩვენ შემდეგ რა თქმა უნდა თავისა და ზურგის ტვინის დახმარებით აღვქვამთ. აი ტკივილგამოყუჩებლები კი, როგორც მაგალითად იბუპროფენი, იწვევენ სწორედ აი ამ ფერმენტის ციკლოქსიგენაზას, ანუ კოქსის ბლოკირებას. შესაბამისად, როდესაც ის ბლოკირებულია, ვეღარ წარმოქმნის პროსტაგლანდინებს და ჩვენი ნერვული დაბოლოებებიც ნაკლებად აღიქვამენ იმ ლოკალურ ტკივილს. ანუ პირობითად ზიანი და ტკივილი ისევ იქ არის, უბრალოდ ჩვენს ნერვულ სისტემას აღარ შეუძლია აღიქვას ეს დისკომფორტი და შესაბამისად ჩვენც ვეღარ ვგრძნობ ტკივილს. ანუ ტკივილგამოყუჩებელის მიღება ხშირ შემთხვევაში გამოსავალი არ არის, ის უბრალოდ აქრობს იმ დროებითად გაჩენილ ტკივილს, რომელსაც რაღაც კონკრეტული მიზეზი აქვს. ამიტომ ასეთ შემთხვევებში უფრო მნიშვნელოვანია მიზეზის აღმოფხვრა. შენ კი თუ სამედიცინო ვიდეოები გაინტერესებს, დაალაიქე ეს ვიდეო და გამოიწერე არხი.